მაშასე ეს არის დღის ამბები 2-ზე მე სტუდიაში უნდა დავსვა ბოლოს შეკითხვა ჩვენ სტუმრებთან, თუმცა მანამდე ჩაგვერთვება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. ბატონო ირაკლი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა სიტყვით თქვენ იმ შემზარავ ტერაქტზე, რომელიც განხორციელდა სტამბოლში? ინგა, პირველ რიგში თქვენის ნებართვით მიუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხს. მართლა ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. დარტყმა მიყენებულია, შეიძლება ითქვას, აზია-ევროპის გასაყრის შუაგულში და თქვენ ყველა მიცით, მით უმეტეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ათათურქის აეროპორტი არის, შეიძლება ითქვას, აი ამ საერთაშორისო კომუნიკაციის ერთგვარი გული და აქ ასეთი ტიპის დარტყმა, ასეთი მასშტაბის, ასეთი მსხვერპლით. რა თქმა უნდა, სიდიდით მე-11 ამ სოფლიოში ათათურქის აეროპორტი და თურქეთში პირველი. დიახ. დიახ, ამიტომ რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ, ჯერ კიდევ გაუგებარი არის, ანუ დადგენილი არ არის თუ ვის მიერ არის ორგანიზებული. აქაც შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდეს. იმდენად რამდენადაც შეიძლება ბევრს ასე თქვათ პრობლემას და საკითხს უკავშირდებოდეს ასეთი ტიპის ტერორისტული აქტი. ბატონო ირაკლი, რამდენად არის დაცული დღეს ჩვენი ქვეყანა ტერორიზმისგან? მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ თქვენი ნებართვით, გუშინ სირიაში დაიღუპა პანკისიდან გადასული კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა. აი აქედან გამომდინარე გისვამ სწორედ ამ შეკითხვას. რამდენად ვართ დაცულები, რომ ტერაქტები არ მოხდება ჩვენთან ქვეყანაში, მით უმეტეს როცა აგერ გვაქვს პანკისი, საიდანაც ვიცით, რომ მაგალითად სირიაში 100-მდე ადამიანი არის გადასული, ხო, საბრძოლველად? არა, ინგა, ასეთი ციფრი არასწორი არის და მე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ. საუბარია სულ რამდენიმე ათეულზე, 20-დან 30 ადამიანამდეა საუბარი და ამიტომ გთხოვთ, რომ ასეთ ციფრს ნუ გაზრდით, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ უშიშროების სამსახურებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ შემდგომი ნაკადები შეწყვეტილი იყო საქართველოსთან სირიის მიმართულებით. მართლა ძალიან ბევრი იმუშავეს, მე უშუალოდ თვალყურს ვადევნებდი ამ პროცესს, დაინტერესებული ვიყავი, რომ მაქსიმალურად გვერდში, ასე ვთქვათ, დავმდგარიყავით ყველა ამ საქმეში. ძალიან ბევრი გაკეთდა და მე მგონი კარგი შედეგია ერთგვარად, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ არ ვსმენია, რომ ვინმე საქართველოსთან გადასულიყო სირიაში ამ ასე ვთქვათ ისლამისტური სახელმწიფოს რიგებში ჩამდგარიყო. რაც შეეხება ზოგადად რისკებს, რამდენად შესაძლებელია საქართველოს გახდეს ტერორიზმის სამიზნე, ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია ინგა, მით უმეტეს ამ პერიოდში და ამ ვითარებაში, ამ რეგიონში. ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უშიშროების სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს რისკები იყოს მაქსიმალურად შეწყვეტილი. რა გააკეთეს, ბატონო ირაკლი, უფრო დანაჯერებელი რო იყოს ჩვენთვის დაუშვათ, როცა უსაფრთხოებაზე მიდის საუბარი, იქნებ გითხრათ, აი კონკრეტულად რა გააკეთეს? ინგა, მე შევეცდები მაქსიმალურად გავხსნა ეს ინფორმაცია იმ დოზით და იმ ფორმით, რაც შემიძლია. პირველი, რაც მთავარია, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან, მუდმივ კავშირში და კომუნიკაციაზე ვართ, ხდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე ვეცნობით თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომდინარეობს ტერორიზმის რისკებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და შეიძლება ითქვას, რომ საერთო ტერორიზმთან ბრძოლის საერთო სისტემაში ვართ მოქცეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმდენად რამდენადაც მათ შორის ტერორისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რომ დაცული იყოს ამ ასეთი რისკებისგან და ასე ვთქვათ, მარტივად მოწყვლადი ქვეყანა არ არის, ეს ერთი. მეორე, შიგნით, ქვეყნის შიგნით ჩვენი ხელისუფლება, უშიშროების სამსახურები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ადგილი არ ქონდეს რაიმე ტიპის სიტუაციის გამწვავებას რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვა დონეზე. და ასევე ჩვენი უშიშროების სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ
ტერორიზმის გარკვეული თუნდაც პატარა კერები არ გაჩნდეს. იმიტომ როგორც კი ტერორისტები ხედავენ ან დაინახავენ რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ასეთი ქსელები გაძლიერდეს და გაფართოვდეს, შესაძლებელი იყოს ფულის შემოსვლა, შესაძლებელი იყოს ხალხის გადაბირება და ასე შემდეგ, ეს ასე ვთქვათ, მეტასტაზებივით ედება ქვეყანას და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რისკები იზრდება, იმიტომ რომ შენ ტერორისტები ყავს ქვეყანაში, რომლებიც შეიძლება უკვე შენ დაგემუქრდნენ გარკვეული მიზნების მიღწევისთვის. აქაც ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა და ამ მიმართულებით შემიძლია თამამად გითხრათ, რომ უფრო მეტი სიმშვიდის უფლება გაგვაჩნია. ჩვენს მოსახლეობასთან, მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობთ, ძალიან სერიოზულად მუშაობთ. და აქ არის როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მუშაობა, აქ დასამალი არაფერი არაა, უშიშროების სამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, რა თქმა უნდა, აგენტურაც მუშაობს და მაქსიმალურად ხდება ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ამ ქსელში მოძრავი ელემენტების დაფიქსირება და იმაზე რეაგირება. და ბოლოს, კი ბატონო, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის, რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ მეტწილად ტერორიზმისგან დაცული ვიყოთ, იმიტომ რომ ერთი რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები მეტნაკლებ პატივს სცემენ ჩვენი ცივილიზებული პოლიტიკის გამო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ თუნდაც მუსლიმანურ ქვეყანასთან რაიმე სერიოზული ტიპის პრობლემა არ აქვს, თანამშრომლობთ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ირანთან, ერაყთან და ასე შემდეგ. რუსეთის ფაქტორი ყველასაც ცნობილია, მას ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ის ოკუპანტია და აქაც მეტნაკლებად რაღაცა სიტუაციას ვარეგულირებთ დროის მოცულობაში, თუმცა რა თქმა უნდა არ შევეგუებით არასდროს ოკუპაციას. ამიტომ ესეც არის ერთგვარი ფაქტორი, რომ ჩვენ არა ვართ რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე ტერორისტული ჯგუფის სამიზნე პოლიტიკური თვალსაზრისით. არ ვართ გამაღიზიანებელი ფაქტორი. თუმცა ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ცივილიზებულად ნატოსკენ, ევროკავშირისკენ და აი ეს სწორედ ეს არის ის როლი, რაც საქართველოს უნდა იპოვოს ამ რეგიონში. სხვანაირად ინგა შეუძლებელია და საზოგადოებაც უნდა დაინახოს და გაანალიზოს, რომ ამ რეგიონში ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში სხვანაირად შეუძლებელია ჩვენ სულ ბეწვის ხიდზე უნდა ვიაროთ და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოების. მადლობა ბატონო ირაკლი, წარმატება მინდა გისურვოთ. ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე მას ვემშვიდობები და ბოლო კითხვა უნდა დავსვა სტუდიაში ბატონ ნიკასთან და ბატონ გიასთან. ეხა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავარია რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი სტრუქტურების ყველაფრის გაკეთება და მუშაობა რეალური საფრთხის შემთხვევაში, მაგრამ მოდით ამაზე აღარ ვიმკითხავებ. მე მინდა თქვენგან მოვისმინო პასუხი. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური არის ტერორიზმთან ბრძოლა წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან? დიახ, თქვენ და დაასრულებს ბატონი ნიკა, გვაქვს ზუსტად 3 წუთი და გადავანაწილეთ. პირველ რიგში ბატონი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობდა და მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთო წარმოდგენა არ აქვს რა არის საერთაშორისო ტერორიზმი, ვერ გავიგე საერთოდ რაზე ილაპარაკა. ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი არის სწორედ არაკომპეტენტური ხელისუფლება. ჩვენ და საუბეროთ კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს რაღაცა აცდენილია საერთოდ რეალობას, წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა არის საერთაშორისო ტერორიზმი. ახლა თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, კი საერთაშორისო თანამეგობრობა თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ იმას რასაც ჩვენ ხედავთ არის ის, რომ ეს თანამშრომლობა არ არის ეფექტური. უნდა იყოს უფრო მეტი თანამშრომლობა, ვიდრე თქვა დღეს გვაქვს ევროპის კავშირის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტული აქტი არის განხორციელებული. კი, აი ამ კოლაჟი დავასრულებ ზუსტად ჩვენს გამოშვებას ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი. იმაზე, რომ ევროპის კავშირში არ არის ერთიანი პოლიტიკა, არ არსებობს თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში. კი, ეს ნამდვილად ასია. სახელმწიფოები, წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში არ ცვლიან ასეთი ტიპის ინფორმაციას.
ჩემი აზრით აი საქართველოს დაცულობა არ დაცულობასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ძალიან ფართო რეგიონის ნაწილი, აი ფართო ახლო აღმოსავლეთი, რაც გნებავთ უწოდოთ. ეხლა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ დაზღვეული არავინ არაფრისგან არის. ეს არის ძალიან არაკომპეტენტური. აბა რა უნდა თქვას დაზღვეული, რა უნდა თქვას რომ დაზღვეულები ვართ მაშინ როცა მაგას ვერავინ ვერ იწვის, რომ ტერორიზმი სახელმწიფოებში არ არის სახე სან ბერნარდინოში, კალიფორნიაში ორმა ამერიკელმა აიფეთქა თავი, ჩაიდინა ეს რაღაც ტერორისტული აქტი, ისე რომ და თქვა რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ISIS-თან, ისე რომ ISIS-თან შეხება არ ქონია სირიაში, არასდროს ნამყოფი არ იყო. ეს არის რაღაცნაირად უკვე მენტალური კონდიცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიღაცამ შეიძლება იდენტიფიცირება მოახდინოს ISIS-თან თუ ნებისმიერ რატო ტრენდია ახალი? გნებავთ უწოდეთ ამას ტრენდი. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა სახელს დავარქვით. ტერორიზმმა იცვალა სახე. საერთაშორისო ტერორიზმზე რომ საუბრობთ, საერთაშორისო ტერორიზმაც კი განიცადა უკვე ტრანსფორმაცია. მადლობა ბატონო გია, რა სიტყვით თქვენ ბატონო ნიკა და უნდა დავასრულოთ. მე მგონია მაინც ბატონო ირაკლიმ ძალიან კარგად და პროფესიონალურად უპასუხა გასცა იმ კითხვებზე პასუხი, რაც თქვენ მას დაუსვით. დიახ, ჩვენი სპეცსამსახურები აკეთებენ თავის მაქსიმუმს. მაგრამ რამდენად ქმედითები იქნებიან, აი მართლა რეალური ჩვენ უნდა დავიმახსოვთ ერთი რამე, ტერორიზმთან ომი არ მთავრდება გამარჯვების აღლუმით. შეუძლებელია აი ამ ტიპის ომში შენ გაიმარჯვო და გქონდეს რაღაცა. დიახ, ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ცვლის მეორეს. ეს არის გიდრასავით, სადაც სანამ შენ იმ პრობლემებს არ გადაუწყვიტა იმ საზოგადოებრივ ფენებს, რომელიც ღებულობენ რეკრუტირებას ახდენენ და მიდიან ტერორისტულ ბანაკებში. ის ვისაც მზათა თავისი თავი აიფეთქოს, ოღონდ და მიაღწიოს თავის რაღაცა რელიგიურ თუ პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ კიდე ერთი რამ, რომ დიახ, როგორც ბრძანა ბატონო გიამ, ეხლა შეიცვალა ტერორიზმი ცოტა სხვანაირია, დაწყებული lone wolf-ით, მარტოხელა მგლის ტაქტიკიდან დამთავრებული ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც ისლამური სახელმწიფოა. რომელმაც უკვე ტერორისტული ორგანიზაციიდან გადავიდა სახელმწიფო სტრუქტურა მიიღო, ფაქტიურად და ის დღემდე აკონტროლებს კი შემცირდა მის ტერიტორიას, დღემდე აკონტროლებს საკმაოდ დიდ ტერიტორიებს, გინ სირიაში, გინ ერაყში. ეს არის ის ჯვარი, რომელიც არც ხვალ, არც ზეგ არ გადავა, ჩვენ ამ ჯვრით მოგვიწევს ცხოვრება, მაგრამ ჩვენ უნდა თქვენ სწორი ბრძანეთ, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აი ამ წინსვლაში, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში, რათა ჩვენ გავხდეთ აი ამ საერთო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. მადლობა ბატონო ნიკა, მადლობა ბატონო გია, მე მინდა მშვიდობა გისურვოთ და წარმატება. ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი გამოშვება 2 საათზე. 4 საათიან ამბებში ჩვენ ვისაუბრებთ სულხან მოლაშვილზე, ვისაუბრებთ მის გარდაცვალებაზე. გეგმავთ რომ ყველა ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც მასთან დაკავშირებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ასე რომ მე გემშვიდობებით 2 საათიან ამბებს კი ვასრულებთ ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ტერაქტების სკოლაში. 2016 წელი მსგავსად წინა წლისა ტერაქტებით დაიწყო. 12 იანვარს ისლამური სახელმწიფოს სამიზნედ ევროპა-აზიის მიჯნაზე მდებარე სტამბოლი იქცა. ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ უბანში სულთან აჰმედის ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლთა შორის ძირითადად ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ. ერთი თვის შემდეგ ტერორისტებმა მიზაში თურქეთის დედაქალაქი ამოიღეს. ანკარაში თავდასხმა სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთმა ნაციონალისტებმა, ქურთების თავისუფლებისთვის მებრძოლ ქორებად წოდებულმა დაჯგუფებამ აიღო. მაშინ ანკარაში 30 ადამიანი გარდაიცვალა, 60 კი დაშავდა. 13 მარტს ისევ ანკარაში ქურთმა ნაციონალისტებმა ათათურქის ბულვარში გიუვენ პარკთან დანაღმულ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედეს, რასაც 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 130 დაშავდა. საპასუხოდ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით საჰაერო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთების პოზიციებზე იერიში მიიტანა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში კვამლში კვლავ სტამბოლი გაეხვა.